ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების განაჩენების აღსრულების შესახებ მომზადებული 2024 წლის ანგარიში განიხილეს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საქმეთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე. მომხსენებელი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუციები და აღსრულებულად გამოაცხადა უპრეცედენტო რაოდენობის საქმეები. მისივე განცხადებით, საანგარიშო პერიოდში აღსრულებულია 20 საქმე. ძამაშვილის ინფორმაციით, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოებში არსებული საქმეების საერთო რაოდენობა. კერძოდ, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებაში იყო 3045 საქმე. 2025 წლის იანვრის მონაცემებით კი ეს რიცხვი 190 შეადგენს. 94%-ით არის შემცირებული მიმდინარე საქმეების რაოდენობა, რაც თავის მხრივ მეტყველებს განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობაზე, რადგან ზოგჯერ ხუმრობთ ხოლმე, რომ სხვა ახსნა არ აქვს, ერთი ახსნა არის, რომ მოსახლეობას გაეზარდა ნდობა შიდა ინსტიტუტების მიმართ, ან დაკარგა ნდობა ევროპული სასამართლოს მიმართ და ჩვენი, ასე ვთქვათ, ვარაუდი არის, რომ რა თქმა უნდა, პირველი არის რეალური და არა მეორე. ჩვენი არაერთი ისტორიული საქმე მოვიგეთ, განსაკუთრებით გამოყოფ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, სადაც ანგარიში ჩვენ საქართველოს რუსეთის ფედერაციას მშრალ ანგარიშზე ამარცხებს სტრასბურგის სასამართლოში და მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვაუწყო ჩვენ საზოგადოებას, რომ სტრასბურგის სასამართლოში აი ამ საქმეებზე, რომელიც ოკუპაციას ეხებოდა სინამდვილეში, საქართველოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არ იბრძოდა, არამედ ჩვენ ერთად გვებრძოდა რუსეთის ფედერაცია და ნაციონალური მოძრაობა და ეს არის ფაქტი და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს რუსეთის ფედერაცია და ნაციონალური მოძრაობა ერთად დაამარცხა თითოეულ საქმეზე. ის რომ ეხლა სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობა არის რადიკალურად შემცირებული, ეს რა თქმა უნდა როგორც სასამართლო სისტემის გამართულად საქმიანობის შედეგია, ამავდროულად პროკურატურა საქმეებს იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს და რეალურად არ არის დაკავებული პოლიტიკური თუ ფინანსური თუ ქონებრივი რეკეტით, რომელიც ასე ნიშანდობლივი იყო 2003-2012 წლებში და ამავდროულად პენტენციური სამსახური, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული.